სად მივდივართ? მივდივართ საკვირაო სკოლაში, ალბათ დარიჯან განდაშიძესთან. რა გავაშუქეთ, ინკომპლექტ ტრადიცია არც ათენში გაურკვევია. მე როგორც უკვე იცით, წელს მილანის, ბარსელონას, სტამბოლის საკვირაო სკოლები გავაშუქეთ. ახლა კი ჯერი ათენის საკვირაო სკოლაზეა. ათენის საკვირაო სკოლაზე, რომელსაც გუშინ ჰქონდა საოცარი საღამო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვასხერხეთ საღამოზე დასწრება, მაგრამ როგორც გვითხრა, გადაიღო უამრავი მასალა და აი ამ მასალას მოგვაწვდის და ჩვენც შემოგთავაზებთ. მოკლედ წავედით და დაგველოდეთ. აი ესე. მოგესალმებით ხალბატონებო. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ტელევიზია კიდევ ერთ საკვირაო სკოლას გავაშუქებთ. რადგან წელს მრავალ ქვეყანას ვეწვევთ და არაერთი საკვირაო სკოლა გავაშუქებთ. პირადად მე მილანის საკვირაო სკოლას ვეწვევ, ხოლო ჩემი მაკოლეგამ ნატამ ჭედრიძემ ბარსელონას და სტამბოლის საკვირაო სკოლა გააშუქა. მადლობა ძალიან დიდი თბილი მასპინძლობისთვის. მადლობა ჩვენიდან, რომ ჩვენ აქ გადმოდით, ჩვენ გაგვახარეთ ზოლი. დიდი მადლობა. ინშალლა ჩვენს გადმოვალთ თქვენთან. აუცილებლად. კარგი ხალხი გავიცანი, მაგიტო ძალიან მოყოლი ვარ. და კაკაკა. თავს აღარ შეგაწყენ და უამეთ მაყურებელს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საკვირაო სკოლის წარმატებისთვის გადადგეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზაურეთ ჩვენ საკვირაო სკოლაში, რა თქმა უნდა. გაგეცნობით, მე გახლავართ დარეჯან ღამბაშიძე, ცხოვრობ ათენში ამჟამად და ვარ ვახტანგ მეფსის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი. ჩვენი სკოლა დაარსდა 1999 წელს. იყო უკვე ამ სკოლაზე საუბარი, საფისტომოს სხდომაზე გავაჟღერე მე, რომ იქნებ საკვირაო სკოლა დაგვეფუძნებია და აი ეს იდეა მართლაც სისრულეში მოვიყვანეთ და უკვე ჩვენი სკოლა დღეს 25 წელს.
ბავშვი მაინტერესებს, მოდით თქვენ გესტუმრებით, რას ფიქრობთ, რამდენად ეხმარება თქვენს შვილს საქართველოს სიყვარულში, მონატრებასა და გრძნობაში ის გარემო, რომელსაც ქალბატონი დარეჯანი ახვედრებს ბავშვებს? ძალიან ეხმარება. ჩემი შვილი მე აქ რომ მოვიყვანე, იყო 5 წლის. ერთი სული მქონდა, როდის მოვიყვანდი. ერთი სული მქონდა. და ძალიან პატარა არის, მაგრამ დასძლია. ერთი მძიმე, მაგრამ აუცილებელი კითხვა. როგორ ფიქრობთ? დაბრუნდებით? მე ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი. თუმცა სურვილი ძალიან დიდი. რამდენად რთულია იცხოვრო უცხო მიწაზე და შვილი აი ესე ქართული სულით და მართლა სიყვარულით გაზარდო. რთულია. ძალიან ძალიან რთულია, მაგრამ ბავშვი ამ ქალბატონი დარეჯანის და ზოგადად ამ სკოლის დამსახურებით ძალიან წინ წაიწიეს ბავშვი ძალიან. ბავშვი ელემენტარულად ყველაფერს თავდაუნდა წერაკით რაღაც აუცილებელია ქართველისთვის და დასაწყისი ძალიან კარგად აიჩეს ეს ბავშვებმა და რა ვიცი მე მგონი ეხმარება კიდევაც რომ საქართველოს სიყვარულში წარუმა დაივიწყო საქართველოს. კუთხე აი ეხა გიყურებთ და გვინდა თუ არ გვინდა თქვენს თვალებში მაინც ის ნაღველია რომ თქვენ თვითონაც ემოციურია ალბათ აქ რომ მოდიხართ ხო? რა თქმა უნდა. ანუ ძნელია საკუთარ მიწას მოწმება. იმას აი ასეთი სიყვარული აქვს მშობლებს საქართველოსადმი და სწორედ საქართველოს სიყვარულით მოდიან აქ ეს პატარები აგვატირა ნამდვილად ყველა აი იცით რა ესე მოგდის ხოლმე ცრემლები როცა ბავშვებიც მოდიან გვიხარია მაგრამ მეორე მხრივ ეს ბავშვები ხომ შეიძლებოდა რომ საქართველოში გაიზარდოს და როგორი ძლიერები გიქნებით მაგრამ რა ვქნათ ჩვენ როგორც გვაქვს მოცემულობა აი მოცემულობით ვართ დღეს ერთი რამე დავამატო შეიძლება. დავამატოთ აუცილებლად. ალექსანდრე ის ჯერ უყარს ქართული აბალით ბაღში რომელიც ახლა დაამთავრა თავის აფრიკელ მეგობრებს ასწავლის ამბავს და ქართულ სიმღერებს. აი ესე გოგონებო ხომ ხედავთ როგორ ენატრებათ საქართველოს ხო? ცრემლები მოგვადგა ყველას თვალებზე. მე 15 ივნისის ღონისძიების შესახებ უფრო დეტალურად. ამ ღონისძიებას დავარქვი ბერძნულ ქართული მეგობრობის საღამო, რომელიც მიეძღვნებოდა ჩვენი სკოლის 25 წლის თავს. და რატომ ბერძნულ ქართული საღამო? იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზაციაში გარდა ქართველებისა გვყავს ასევე ბერძენი წევრები. იმიტომ რომ ის დოკუმენტაცია, რომელსაც აქ განიხილავს სასამართლოები, აუცილებლად ვინმე ბერძენიც კარგია თუ იქნება ორგანიზაციაში. და აი ეს გვინდოდა გვეჩვენებინა ერთმანეთისათვის თუ ვინა ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ და როგორ ვუდგებართ მხარში ბერძენი და ქართველი მეგობრები ერთმანეთს. ამიტომ მე მოვიწვიე ძალიან კარგი ქორეოგრაფიული ანსამბლი ელკელანი. მე მოვიწვიე თვითონ ის წევრები ქალბატონი იოჰანა კალაფუტი, რომელიც წერს საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიის შესახებ, ის ორჯერ იყო უკვე საქართველოში და ძალიან კარგად გაიცნო ყველა მთელი საქართველო არა, მაგრამ თბილისში და თბილისის შემოგარენში, რაც იყო ქალბატონმა იოანამ თითქმის ყველაფერი ძალიან კარგად გაიცნო, შეექმნა თავისი შთაბეჭდილება და ძალიან კარგი შთაბეჭდილება. მოვიწვია ასევე იანის თეოდოროპულოს, რომელიც არის მუსიკათმცოდნე და ძველ ბერძნულ სიმღერებს
ძალიან კარგად მღერის და ასევე არის მაესტრო, რომელსაც ყავს გუნდი და აი ამ გუნდს ხელმძღვანელობს ეს ყველა ჩვენს ღონისძიებაზე მოვიდა და ერთ-ერთი სოლისტი, რომელიც ახლა ჩვენთან არის და გაიცნობთ თქვენ, ეს გახლავთ ლეო ციბურის, რომელიც მღერის ძალიან კარგად და ჩვენ შევძელით, რომ ქართველებმა და ბერძნებმა იმღეროს ერთად როგორც ქართული, ასევე ბერძნული სიმღერა და ძალიან კარგად შეუწყო ჩვენი სათვისტომოს, ჩვენი ქართული სახლის წევრმა გიორგი გაბოძემ მას ხელი და ძალიან კარგად იმღერეს ქეთევან ხატიაშვილის ხელმძღვანელობით. ქეთევან ხატიაშვილი გახლავთ მაესტრო აი ამ ჩვენს დაწესებულებაში და მან ძალიან კარგად ასწავლა სულიკ ორიეს და ღონისძიებაზე გავიტანეთ ეს ყველაფერი. მოგეხმარა კიდევ ერთი ძალიან კარგი მუსიკოსი მამუკა ინაძე და შევასრულეთ ის რისი მოტივაციაც გქონდა ჩვენ და რასაც ისახავდა ეს საღამო. ასევე ამ საღამოზე სიტყვით გამოვიდა რა თქმა უნდა პედაგოგებიც, რადგან 25 წლის თავს ეძღვნებოდა პედაგოგი, რომელიც ახლა უკვე თავის საემიგრაციო მისიას ამთავრებს და მიდის საქართველოში გახლავთ ნანა სამხარაძე. მოწვეული ყავდა ძველი პედაგოგები, ქალბატონი მაყვალა მესხაძე, ირმა ქავთარაძე, ნინო პუიძე, ლაშა შუკაკიძე, გვანცა ბუჩუკური და ძალიან ის ადამიანები, ვინც ჩვენი სკოლის განვითარებაში წვლილი შეიტანა და ასევე სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. 21 სექტემბერს გვექნება ჩვენ ათინა აღორის სივრცეში და აი გვექნება ინტერნაციონალური გამოფენა. ანუ ჩვენი სკოლა, ჩვენი ორგანიზაცია არ გახლავთ მარტო სასწავლო პროცესი. აქ არის ორგანიზაცია ქართული სახლი და ასევე აი ამ ქართულ სახლში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების, ჩვენი წევრების ჩართულობით და ამით ჩვენ მოტივაციას ვაძლევთ სხვა ორგანიზაციებს. იმიტომ რომ ამას მე ვხედავ, როდესაც შენს ასე ვთქვათ, შემოქმედებას სხვაც აიტაცებს და ისიც გააკეთებს სხვა ორგანიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მოსწონს შენი იდეა, მას მოსწონს ის, რაც გაქვს და ისიც აკეთებს ამას. ეს ძალიან სასიხარულოა, ეს ჩვენი აღიარება ისეთ და ნუ ჩვენთვის ეს ძალიან კარგი. ჩვენი მეგობრობა დაიწყო ქალბატონი ინა ასანიძის დახმარებით. დიახ. ჩვენი გაცნობა. რას ვეთქვით ქალბატონ ინა ასანიძის პროექტზე, ჩვენ დაუბრუნდებით, ხო? დიახ. რომელიც ძალიან მიყვარს, მე პირადად მომიწია ძალიან სერიოზული ფოტოგრაფიის, ფოტოხელოვანის დაჯილდოების ცერემონიალზე პირადად მე გადავიცი ევა კაპანაძეს, რომელიც რა ვიცი ძალიან სერიოზულ ცნობილ ადამიანებთან ამერიკაში მუშაობს როგორც ფოტოხელოვანი და მოდით ვისაუბროთ ქალბატონი ინას პროექტზე დაახლოებით რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები. და რამდენად იმსახურებს ქალბატონი ინა მადლობას თუნდაც ჩვენი გაცნობით, თუნდაც ჩვენი ურთიერთობით, ხო? მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ინა ჩემი ქალაქიდანაა და თქვენ ჩემი მეც თქვენ ერთი და აქ კიდევ ერთი გოგონაა ჩვენი ქალაქიდან და მან შესანიშნავად ჩემი თხოვნით შეასრულა ჭიათურაზე სიმღერა. სწორედ ეხლა 25 ინამ გააკეთა ძალიან კარგი პროექტი, ჩვენ დავბრუნდებით და ეს მართლაც ძალიან რეზონანსული აკორდი იყო, იმიტომ რომ მთელი ემიგრაცია ჩაერთო ამ პროექტში და ჩაერთო ის ემიგრანტები, ვინც მართლა მიმღებ ქვეყანაში აკეთებენ საქმეს, რომელიც წარდგება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. მე მონაწილეობა რა თქმა უნდა ამ პროექტის მივიღე მონაწილეობა და მე ინგასგან როგორც წარმატებული ქალი დასაჩუქრებული ვარ რა თქმა უნდა მისი ჯილდოთი და სიგელით 2 წლის წინათაც ვიყავი ჩასული საქართველოში და მოვხვდი ისევ ამ პროექტზე მართლაც ყველა ემიგრანტს უყვარს ეს პროექტი და ყველასთვის ძალიან ემოციურია ეს პროექტი. კეთდება კარგ დონეზე, აი კარგ ნახავ დონეზე აკეთებს
აკეთებს სხვათა შორის ინა ამას, სადაც ჩართულია ემიგრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის დეპარტამენტი, პარლამენტი და აი საკრებულოს ისეთი დონეა, რომ აი აქ მონაწილეობა მართლაც სასიამოვნოა. მოკლედ წარმატებები უსურვოთ იმასაც, ხო? ჩვენთან რა თქმა უნდა. ეს საოცარი გოგონა მე ახლა გავიცანი. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაუხადო ქალბატონ ინას. ასეთი სასიამოვნო და სასურველი გოგოს დასაჯილდოებლად მერწმუნეთ, როდესაც ვნახე თუ რა აქვს გაშუქებული, ძალიან დიდი ემოცია მქონდა. მადლობა ამისათვის ინა რომ ეს შანსი მომეცი. რაც შეეხება თქვენ მართლა ძალიან წარმატებული ხართ და მე ბედნიერი ვარ. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო უკვე წლებია. ნორთ ჟურნალისტებს ზრდის და მე უკვე დიდ ტელევიზიებში ასე ვთქვათ ანაწილებს. მე ამაყივარი მითაც რომ დღეს ჩემი ერთ-ერთი სოფო კურციკიძე რომელიც აშუქებს დღევანდელ დღეს მადლობა ამისათვის მას ძალიან ბევრი აი მარიამ ბაზაძე რომელიც დგას საუმე ძალიან ბევრი წარმატებული ჟურნალისტი ყავს მე მინდა რომ წარმატება გისურვო და ვთქვა ერთი რამ სანამ გადავცევ ევას სიტყვას ბატონი მიგზაურხაძე ესწრებოდა და ქალბატონი ბატონი სიხაროძე ამ პოლიციებას და ნახეთ როგორი რაღაცაა ბატონი მიგზაურხაძე ალბათ ყველამ ვიცით ამერიკაში როგორი წარმატებული იყო ყველამ ვიცით მისი ცხოვრების რიტმი შეხვედრა თუნდაც და იქ როგორი წარმატებული იყო მიუხედავად ამისა ის საქართველოს სიყვარულით დაბრუნდა და დღეს საქართველოში იმ საქმეს აკეთებს რომელსაც ამერიკაში წლების წინ ქართველებისთვის აკეთებდა მე ვისურვებდი წელს ისეთი ქონდეს თქვენ აი ეს წარმატებული ქართველები რომლებიც ახლა დასახელდით დაბრუნდეთ და ჩვენ სამშობლოს დიდი წარმატება მოუტანოთ ძალიან მინდა რომ წარმატებები ვისურვებდა მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო დიდი მადლობა ამ უნიკალური ღონისძიების ავტორს და სულის ჩამდგმელს ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივი არის მაპატიეთ ძალიან კონდები საღამო ნიშანია იმის თუ როგორი ერთგულებით და ჩვენ წარვადგენთ ჩვენს სამშობლოს უცხო ქვეყანაში უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ინას დიასპორის სახლს ყველა დამსწრეს აბსოლუტურად ყველას უღრმესი მადლობა და მოგატიკეთ მართლა უღელა აი მე გადავწევ სარეკომენდაციო წერილი რომელიც დამეთანხმებით ალბათ რომ საზღვარგარეთ ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს სარეკომენდაციო წერილი აი ეს სამახსოვრო სიგელი რომელიც მეგობრობის ნიშნად დაიდო ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოსა და ევას შორის ძალიან დიდი მადლობა ამისათვის ქალბატონ ინას ისევ ერთხელ კიდევ ერთხელ მე მგონი ეკუთვნის ისეთი კადრები გვაქვს ეს პირველი მე მგონი ეკუთვნის და ეს განსაკუთრებული საჩუქარი არასამთავრობო ორგანიზაცია დიასპორის სახლი. საქართველოს პარლამენტი, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო.